კიდევ ერთხელ მოგესალმებით, მადლობა რომ გვისმენთ მთელ საქართველოში და გვიყურებთ პლატფორმებზე იმედიჯი, MyVideoჯი, ასევე მაგთის IP ტელევიზიით 53 არხზე და რადიო იმედის Facebook გვერდზე. დღეს ჩვენ 26 მაისის ღონისძიებებზე და სამზადისზე ვისაუბრებთ. საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით საზეიმო ღონისძიებები იმართება მთელი ქვეყნის მასშტაბით, სადაც მთავრობის სხვადასხვა უწყებების ორგანიზებით მოეწყობა გასართობი და შემეცნევითი სივრცეები, დეკორაციები, გაიმართება გასართობი ღონისძიებები და მოკლედ ბევრი ძალიან საინტერესო მოვლენა 26 მაისს ორშაბათს შეგეძლებათ რომ ნახოთ. დარწმუნებულია რომ საზოგადოება ჩაერთვება ამ პროცესში, თავად შეაფასებს და დღეს ჩვენი სტუმრები ისაუბრებენ ამ ღონისძიებებზე, სადაც მოგიწევთ მისვლა თეონა იაშვილი, ეროვნული არქივის დირექტორი, ჯუბო ტურაშვილი, ეკონომიკის სამინისტროს ენერგეტიკული პოლიტიკისა და საინვესტიციო პროექტების დეპარტამენტის უფროსი და თენგიზ ისაური, თბილისის საექსპერტო კრიმინალისტიკური სამმართველოს უფროსი. მოგესალმებით ბატონებო და გაბატონო თეონა, თქვენგან დავიწყოთ საუბარი. იუსტიციის სამინისტრო, ეროვნული არქივი გორშია წარმოდგენილი და ჩვენ ველოდებით ღონისძიებებს გორში. აბარით იქნება განსაკუთრებული რომ გითხრათ წლევანდელი 26 მაისი. მოგესალმებით, მივესალმებით მსმენელს, მადლობა მოწვევისთვის და ინტერესებისთვის. დიახ, ჩვენ იუსტიციის სამინისტრო და მის სისტემაში შემავალი უწყებები წარმოდგენილი ვიქნებით ქალაქ გორში, სადაც დღის 12 საათიდან ველოდებით ყველა გორელს, ყველა სტუმარს, ყველა დაინტერესებულ პირს, სადაც წარმოვადგენთ იუსტიციის სისტემის ძალიან საინტერესო ღონისძიებებს, როგორც ბავშვებისთვის, ასევე დასრული სტუმრებისთვის. პირველ რიგში ვიტყვი ბავშვებისთვის, სადაც იქნება ძალიან ბევრი აქტივობა, ხალისიანი შემეცნებითი კუთხეები იქნება სხვადასხვა შოუ. ეს იქნება როგორც კიბერუსაფრთხოებასთან დაკავშირებული, ასევე უფრო პატარებისთვის ხატვის, ძერწვის, კერამიკაზე მუშაობის, ცარცით ხატვის, იქნება ილუზიონისტების, ბუშტების შოუები. ამავე დროს ბავშვები დაჯილდოვდებიან ძალიან საინტერესო და სახალისო სიმბოლური საჩუქრებით. რასაკვირველია, იქნება ადგილობრივი შემოქმედებითი კოლექტივების კონცერტებიც ბავშვებისთვის მთელი დღის განმავლობაში. პარალელურად დიდ სტუმრებს, სრულწლოვან სტუმრებს უმასპინძლებთ უკვე ცოტა განსხვავებულ სივრცეებში, სადაც შესაძლებლობა ექნებათ, რომ გაეცნონ იუსტიციის სამინისტროს სხვადასხვა სერვისებს. მაგალითად, ადგილზე გაეცნონ მობილური იუსტიციის სახლს, სადაც შეეძლებათ, რომ გაიარონ კონსულტაცია ნებისმიერ იმ სერვისთან დაკავშირებით, რომელიც შეუძლიათ მიიღონ ჩვეულებრივი სტანდარტული იუსტიციის სახლებში. ამავე დროს მიიღონ მაგალითად სიმბოლური პასპორტი, რომელიც დაბრენდილი იქნება 26 მაისის სიმბოლიკით, იქვე გადაიღონ ფოტო. და ეს პასპორტი დატვირთული იქნება იმ შინაარსით, რომელიც უკავშირდება პირველ რესპუბლიკის შესახებ ინფორმაციას და უშუალოდ გორთან დაკავშირებულ ინფორმაციას. ამავე დროს შეეძლებათ მიიღონ დაბადების მოწმობა სიმბოლური, რასაკვირველია და იქვე იქნება საქორწინო სივრცე. სადაც შეიძლება წყვილებს რომ იქორწინონ. ამავე დროს ადგილზე წარმოდგენილი იქნება კვადროციკლები, ესკორტის სამსახურის აღჭურვილობა, იქნება რემარკეტი, სადაც პენიტენციურ დაწესებულებებში შექმნილი სხვადასხვა მასალით შესრულებული, თექით, ხით, ყავით შესრულებული ნაწარმი იქნება გამოფენილი და მათი შესყიდვაც ადგილზე შესაძლებელი იქნება. მოკლედ საკმაოდ სანახაობრივი და დატვირთული იქნება გორი ორშაბათს. კი ბატონო. მოდით გადავინაცვლოთ ახლა უკვე ოზურგეთში, სადაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროა, სხვა უწყებებთან ერთად წარმოდგენილი. ბატონო ჯუბო, მოდით ჩვენს მსმენელს და მაყურებელს უთხრათ რა მოხდება ორშაბათს ოზურგეთში. მოგესალმებით კიდევ ერთხელ, მივესალმებით ჩვენს მსმენელს, მაყურებელს, პირველ რიგში ვისარგებლებ შემთხვევით მოგილოცავს და მიულოცავ ჩვენს მსმენელს 26 მაისის დღესასწაულს, ვინაიდან ჩვენთვის ფაქტიურად ჩვენი სამშობლოს დამოუკიდებლობის დღე გახლავთ ყველაზე ეროვნული დღესასწაული, სწორედ ამიტომაც ყველანი ერთად საზეიმოდ აღნიშნავთ და მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ბრძოლა თავისუფლებისთვის და დამოუკიდებლობისთვის მუდმივად გრძელდება და უნდა ვიყოთ ძალიან ფრთხილად და ყურადღებით ამ გზაზე. რაც შეეხება ენერგეტიკულ მიმართულებას, გვაქვს პატივი და შესაძლებლობა, რომ წელს წარმოდგენილი ვიყავთ სწორედ გურიაში, ოზურგეთში, სადაც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ხელმძღვანელობით, მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით ვახორციელებთ სხვადასხვა ღონისძიებებს. მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა, რომ ჩვენთანაც იქნება მოწყობილი საბავშვო სივრცე და გარდა ამისა წარმოდგენილი იქნება ყველა ის თვალსაჩინო ხელმისაწვდომი ინფორმაცია, რომელიც ეხება დამოუკიდებელი საქართველოს ჩამოყალიბებიდან დღემდე თუ როგორ განვითარდა ჩვენი ქვეყნის ელექტროენერგეტიკული სისტემა, წარმოდგენილი იქნება მაგალითად საქართველოს ენერგეტიკული რუკა, სადაც დატანილი იქნება ინფორმაცია როგორც ქსელური ინფრასტრუქტურის, ასევე სხვადასხვა მიმდინარე მნიშვნელოვანი პროექტების შესახებ.
წარმოქმნილი იქნება მცირე მაკეტები, რომელთაც ინფორმაციას მიიღებს თითოეული დამთვალიერებელი, თითოეული ვიზიტორი, თუ მაგალითად როგორ ხორციელდება მზის სადგურის გენერაცია, თუ ქარის სადგურის გენერაცია, ასევე მნიშვნელოვანია, რომ წარმოქმნილი იქნება ის მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურები, რომელიც ფაქტიურად ღერძია ჩვენი ქვეყნის ელექტროენერგეტიკული სივრცის, მაგალითად ინფორმაცია ენერგოჰესის შესახებ, რომელიც ხერხემალია ფაქტიურად, ხო, ჩვენი ელექტროენერგეტიკული სივრცის და იგი არის ამიერკავკასიაში უდიდესი ჰიდროელექტროსადგური, რაც ფაქტიურად ჩვენს ეროვნულ სიამაყესაც იწევს, როდესაც ჩვენ საუბრობთ ენერგეტიკაზე ენერგოჰესთან მიმართებით, ასევე წარმოქმნილი იქნება ინფორმაცია გარდაბანი 1-2 თვალსადგურის შესახებ, რომელიც 2012 წლის შემდგომ მაშინ და იმდენ რამდენადაც ჩვენ სწორედ ფოკუსირებული და ორიენტირებული ვართ, რომ ჩვენი ქვეყნის მაცხოვრებლებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, რომ ჰქონდეთ ცდომა უსაფრთხო საიმედო მყარი ელექტრიფიცირების გზაზე, შესაბამისად გარდაბნის თვალსადგურები ამ მიმართულებით უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს, ვინაიდან ისინი კომბინირებული ციკლის ელექტროსადგურები არიან და ამის შესახებ ინფორმაცია წარმოქმნილი იქნება. მათ შორის საქართველოს მთავრობის აქტიური მხარდაჭერით ჩვენ მუშაობთ ქსელური ინფრასტრუქტურის განვითარებაზე და როგორც ახმერებთ ასევე მოგეხსენებათ რომ ვაპირებთ რომ განვახორციელოს ჩაუზის წყალქვეშა კაბელის პროექტი მნიშვნელოვანია რომ აღნიშნული პროექტი გახლოს საქართველოს საკუთრება იგი პირდაპირ დაუკავშირდება ევროკავშირს იწყება ანაკლიაში მთავრდება კონსტანცაში და შესაბამისად მაშინ მდგომ რაც აღნიშნული პროექტის ექსპლუატაცია განხორციელდება ვფიქრობთ რომ ეს იქნება 29-30 წელი ჩვენ გავხდები საქართველოს გახდება ევროკავშირის პირდაპირ პრაქტიკული პარტნიორი მოგეხსენებათ რომ ჩვენი მიზანი სწორედ გახლავთ ის რომ ვიყოთ ევროკავშირის წევრი ჩვენი კულტურით ჩვენი ღირებულებით ჩვენი შემართებით შესაბამისად მას შემდგომ რაც დავუკავშირდებით პრაქტიკულად ევროკავშირს აღნიშნული კაბელის საშუალებით გვექნება შესაძლებლობა რომ უზრუნველყოთ ქართული ნაწარმოები ელექტროენერგიის ექსპორტი ევროკავშირში, რომლითაც ჩვენი ქვეყანა შეძლებს ეკონომიკური დოვლათის მიღებას. ასევე მნიშვნელოვანია, რომ იქნება ინფორმაცია წარმოქმნილი ჩვენი ქვეყნის გაზიფიცირების შესახებ 2025 წლის გეგმის მიხედვით ამჟამად მშენებლობა მიმდინარეობს 307 დასახლებულ პუნქტში და ჩვენ წლის ბოლომდე დავამატებთ ჯამში 397 პუნქტში დავასრულებთ სამშენებლო სამუშაოებს, რომლითაც 60,000 აბონენტამდე მეც ექნება რომ შესაძლებლობა რომ უზრუნველყოს ბუნებრივი აერიდან პირდაპირ წვდომა საბოლოო ჯამში მნიშვნელოვანია რომ ჩვენ ვაგრძელებთ გაზიფიცირების პროგრამას იმისათვის რათა უზრუნველყოთ მთელი საქართველოს მოსვა ბუნებრივი აერის საშუალებით. მათ შორის ასევე იქნება წარმოქმნილი ინფორმაცია ყველა იმ მხარდამჭერი ღონისძიების შესახებ, რომელსაც საქართველოს მთავრობა ახორციელებს ენერგეტიკული სექტორით, მას შემდგომ რაც ყველანი ერთად აველოდებით იმის შესრულებას ჩვენ შემდგომში რა თქმა უნდა გავაგრძელებთ საღამოს გალამაზებას ჩვენი მობრძანებული ვიზიტორებისთვის და აინტერესებული პირებისთვის და მზადვართ რომ ენერგეტიკამ ღირსეულად უმასპინძლოთ თითოეულ სტუმარს რომელიც წარსდგება ოზურგეთში. მე როგორც ვთქვი ერთგვარი შეჯიბრობითობის პრინციპიც იქნება და საინტერესოა რომელი თქვა სამინისტრო იქნება უფრო მრავალფეროვანი ამ კუთხით, იმიტომ რომ ხვდებით რომ ეს დღე არის თითოეული ჩვენთაგანი, აგერი იუსტიცია გვთავაზობს შესაძლებლობას რომ რამდენიმე თაობა ოჯახები გავიდეთ და ვნახოთ ეს დღესასწაული ენერგეტიკის თვალსაზრისით იმ წარსულით, იმ შესაძლებლობებით რაც არის და პერსპექტივით რაც ჩანს, ასევე შეგეძლებათ რომ ოზურგეთში აღმოჩნდეთ და იქვე გადავიდეთ უკვე საპორტო ქალაქისკენ, ფოთისკენ, დამოუკიდებლობის დღისადმი მიწყვნილი ერთიანი საზეიმო ღონისძიების ფარგლებში, შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაძლებლობა აქვს უკვე მოქალაქეებს ფოთში გაუწიონ მასპინძლობა 12 საათზე დაიწყება ფოთის ცენტრალურ მოედანზე ეს ღონისძიება და უფრო დამატებით დეტალებზე ბატონი თენგიზი ისაუბრებს ბატონ თენგიზ ფოთს და იმ ადამიანებს, რომლებიც მოვლენ ღონისძიებაზე, რის ინახვის შესაძლებლობა აქვთ. მოგესალმებით, მივესალმები რადიო მსმენელებს 26 მაისს შინაგან საქმეთა სამინისტროს დეპარტამენტები იქნებიან წარმოდგენილები ქალაქ ფოთში. მოგახსენებთ, რომ დეპარტამენტის სივრცეში რა დახვდება მოსულ სტუმრებს. საექსპერტო კრიმინალისტიკური დეპარტამენტი წარმოდგენილი იქნება შემთხვევის ადგილით, იმიტირებული შემთხვევის ადგილით, სადაც მოსულ სტუმრებს შესაძლებლობა იქნება ახლოდან გაიცნონ ექსპერტ კრიმინალისტები და მათი საქმიანობა, ასევე იქნება დაქტილოსკოპიური სივრცე, სადაც დიდი სანაბეჭდების აღება მოხდება მოქალაქეებისთვის და სამახსოვროდ მათ ამ დაქტილოსკოპიურ ბარათებს გადავცემთ. ასევე იქნება ქიმიური შოუ, რა თქმა უნდა სრულიად უსაფრთხო და ძალიან სანახაობრივი და ხოლო საპატრულო პოლიცია შექმნის პასპორტებს, რომელსაც ადამიან ბავშვებს გადასცემენ საკმაოდ სახალისო პროექტია, საკმაოდ დატვირთულია სხვადასხვა ღონისძიებებით, მაგალითად 112-ს ექნება სიცოცხლის ზარი, სადაც ბავშვებს, რომლებსაც თითქმის ლაპარაკიც არ შეეძლოთ, როგორ გადაარჩინეს სხვათა სიცოცხლე, მაგალითად
ხნიერებებია გავხდა ცუდად და დარეკა 112-ში და ესე სიცოცხლით სავსე ბავშვმა სხვათა სიცოცხლე გადაარჩინეს. ასევე არის დაცვის პოლიციის სივრცე, სადაც აღჭურვილი არის ეს სივრცე დაცვითი კამერებით და აი ამ თამაშებით შეუძლიათ გაიცნონ თუ როგორ მოქმედებენ და რომელი დეპარტამენტი რა საქმიანობას ახორციელებს სამინისტროს ფარგლებში. კი ბატონო, ესე იგი ყველა სამინისტრო თავის კომპეტენციის ფარგლებში შესთავაზებს თქვა ანგარიშს საზოგადოებას. ერთ-ერთი მთავარი კითხვა რაც ამ დროს ისმება ხოლმე ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი თარიღი, რატომ უნდა აღნიშნოს ყველა მოქალაქემ ამ ქვეყნის, იქნებ ამაზეც გავცეთ პასუხი, რატომ უნდა აღმოჩნდეთ ამ ღონისძიებებზე, რა იქნება განსაკუთრებული და როგორ ფიქრობთ, რამდენად მნიშვნელოვანია, რომ მოქალაქეებს სრულფასოვანი წარმოდგენა ჰქონდეთ იმ მნიშვნელოვან პროექტებზე, რომელსაც ახორციელებს ქვეყანა და როგორ წარმოგიდგენიათ ორშაბათი დღე? კი ბატონო, მოგეხსენებათ საქართველოს პირველი რესპუბლიკა 1028 დღის განმავლობაში არსებობდა და ამ ხნის განმავლობაში მართლაც არაჩვეულებრივი მიღწევები ჰქონდათ, როგორც სახელმწიფოს მშენებლობის, ისე ნებისმიერი სხვადასხვა მიმართულების მხრივ და სწორედ ჩვენ შევეცდებით, რომ გორში წარმოვადგინოთ 3 თემატური გამოფენა, სადაც ასახული იქნება იმ პერიოდის მიღწევები, რა ხდებოდა ქვეყანაში კულტურის, ეკონომიკის, განათლების მიმართულებით, ასევე იმ პერიოდის სახელმწიფო ატრიბუტიკის ასლები. ამავე დროს იქ იქნება წარმოდგენილი ცნობილი გორელების ფოტოები და ასეთი უამრავია, მოგეხსენებათ, ადამიანები, რომლებიც გორს უკავშირებენ თავის წინაპრებს, თავის წარსულს, დაწყებული იაკობ გოგებაშვილი და ნიკო კეცხოველი, მერაბ მამარდაშვილი და ასე შემდეგ უამრავი და ამავე დროს ის ხუროთმოძღვრული ძეგლები და ისტორიული ადგილები, რომელიც არა მხოლოდ გორის, არამედ მთლიანად შიდა ქართლის მუნიციპალიტეტშია გაბნეული და ამით ძალიან მდიდარია ეს რეგიონი, მოგეხსენებათ. ამიტომ ვფიქრობ, ყველა ვინც კი სტუმარი მობრძანდება, ძალიან საინტერესო ინფორმაციას მიიღებს არა მხოლოდ პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის, არამედ გორის დღევანდელობასთან დაკავშირებით. ველოდებით ყველას რომ მობრძანდნენ და ერთად გავატაროთ ეს დღე, ვინაიდან ეს დღე მართლაც ყველას დასასწაულია. კი, გეთანხმებით. 12 საათზე ვიწყებთ ღონისძიებებს და რომელ საათამდე გაგრძელდება? ღონისძიება დაიწყება 12 საათზე და მოგეხსენებათ, რომ საქართველოს ყველა ქალაქში ერთდროულად 5 საათზე და 17 საათზე და 10 წუთზე აზრდება სახელმწიფო ჰიმნი. ხელი მოეწერა. დიახ, და ისტორიად მაშინ დასრულდება ღონისძიების პირველი ნაწილი, რომელიც 6 საათიდან უკვე გალა კონცერტით გაგრძელდება. ბატონო ჯუბო, რა გვიხსნათ, რა ტიპის სივრცეებში შეეძლებათ სტუმრებს მოხვედრა, ეს იქნება ღია სივრცეები, დახურული და თქვათ, რატომ უნდა მოვიდნენ ადამიანები, არა მხოლოდ ადგილობრივები, გურულები, არამედ სხვა რეგიონიდან, ოზურგეთში, ესეც თქვათ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ მაქსიმალური ყურადღებით და დაკვირვებით მოვეკიდეთ პირველივე წუთებიდან აღნიშნული ღონისძიების მოწყობას, ორგანიზებას, იმდენად რამდენადაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თითოეულ ვიზიტორს გარდა იმისა, რომ მიიღებს ინფორმაციას ვიზიტორი საქართველოს დღიდან დამოუკიდებლობისა თუ რა ნაბიჯები გავიარეთ, მეტნაკლებად საბეჭდილება შეექმნებათ, პარალელურად ჩვენ კონცენტრირდით ენერგეტიკული სექტორის განვითარებასთან დაკავშირებით და ამ მიზნით შევქმნით ყველა საჭირო ინფრასტრუქტურა თუ მოწყობა იმისათვის, რათა ჰქონდეთ ჩვენს ვიზიტორებს მათი დაკვირვების, მათი შესწავლის შესაძლებლობა, პოტენციური კითხვების შემთხვევაში ამოკითხვის და ინფორმაციის მიღების, კითხვის დასმის და პასუხის შესაძლებლობა. ამიტომ ვფიქრობ, რომ ის კონკრეტული ნაკეთობები, ის კონკრეტული დანადგარები, რომელიც ადგილზე დახვდება ჩვენს მსმენელს, მეტნაკლებად მისცემს გზამკვლევს იმ ადამიანებს, რომელთაც არ აქვს ინფორმაცია ენერგეტიკის შესახებ, ენერგეტიკის განვითარების შესახებ, ან ფლობენ მცირე ინფორმაციას და სჭირდებათ გარკვეული დაზუსტებები. ვფიქრობთ, რომ ეს ყველაფერი მოემსახურება მათი ცნობიერების ამაღლებას. კი ბატონო, რაც შეეხება ფოცს, საექსპერტო კრიმინალისტიკური დეპარტამენტი წარადგენს იმიტირებულ შემთხვევის ადგილს, სადაც ბავშვები მენტორი ექსპერტების დახმარებით გაეცნობიან ასევე კრიმინალისტიკური საქმიანობის სპეციფიკას, გაიმართება ქიმიური შოუ, როგორც ჩანს, ბავშვებს განსაკუთრებული დღესასწაული აქვთ, ასევე რომ ვთქვათ, რამდენ ლოკაციას ვთქვათ, ფიქრობთ, რომ შესთავაზებთ აუდიტორიას და რატომ უნდა მოვიდნენ ფოთის გარდა ვთქვათ, სხვა ადამიანებიც, სხვა ქალაქებიდან, სოფლებიდან, რეგიონებიდან, რაიონებიდან თქვენთან. ასევე სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი დაეშვება სპეციალურად ამ დღისთვის ქალაქ ფოთში და შესაძლებლობა ექნებათ მოსულ სტუმრებს ახლოდან დაათვალიერონ ვერტმფრენი
სხვადასხვა დეპარტამენტები სხვადასხვა აქტივობებს სთავაზობენ მოსულ სტუმრებს და ვფიქრობ საინტერესო უესტ. კი ბატონო, მოდი ვუთხრათ ჩვენს მსმენელსაც და მაყურებელსაც, რომ ორშაბათს 10 საათიდან, როგორც ტელეკომპანია იმედი, ისე რადიო იმედი შემოგთავაზებთ პირდაპირ ეთერის რეჟიმში ამ ღონისძიებებს, თქვენ გექნებათ შესაძლებლობა ადევნოთ თვალყური როგორც ტელე, ისე რადიო ეთერის საშუალებით ამ ღონისძიებებს, ვისარგებლებ შემთხვევით და კიდევ ერთხელ მოგილოცავთ ამ ძალიან მნიშვნელოვან ჩვენთვის, თითოეული ქართველისთვის განსაკუთრებულ თარიღს და მადლობას მოგახსენებთ რასაკვირველია გადაცემაში სტუმრობისთვის, იმედია მშვიდობიანი და საინტერესო გამორჩეული 26 მაისი გვექნება. დიდი მადლობა. მოდი ვუთხრათ ჩვენს მსმენელს და მაყურებელს კიდევ ერთხელ ჩვენი სტუმრები, თეონა იაშვილი, ეროვნული არქივის დირექტორი, ჯუბო ტურაშვილი, ეკონომიკის სამინისტროს ენერგეტიკული პოლიტიკისა და საინვესტიციო პროექტების დეპარტამენტის უფროსი და თენგის ისაური თბილისის საექსპერტო კრიმინალისტიკური სამმართველოს უფროსი საუბრობდნენ პირდაპირ ეთერში და ჩვენ გაგაცანით 26 მაისის ღონისძიებები.